ამ ვიდეოში ნახავთ. Normal day in WAG ჯგუფი არა? თქვენ რა სიტყვით? გაბსო. Hello. როგორ დააკო? პიზდეცში ვარ. ეხლა კი მოგითხრობთ თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. Audi ბრენდი, რომელიც წლების განმავლობაში არ შეჩერებულა ბრძოლაში სრულყოფილებისკენ. ავტომობილი, რომელშიც შერწყმულია მხეცური ძალა და სიმშვიდეც. მისი ფილოსოფია მარტივია, მაგრამ დაუნდობელი, წინსვლა მხოლოდ ტექნოლოგიით. ეს არის სიმძლავრე, რომელიც გაკარგვინებს დროს და სივრცეს. ყველაფერი დაიწყო ძალიან კარგად მიმოხილვიდან, მაგრამ აი როგორ დასრულდა. ძალიან მრავალფეროვანი ძრავების მხრივ ეს ავტომობილი, რადგან 1.6-დან ყველაზე ეკონომიური და რაღაცა ესე ვქო. ყველაზე მაგარი, აი ემოციების მხრივ, ყველაფრის მხრივ RS4, რა თქმა უნდა, თავისი 4.2 FSI ძრავით. კონტექსტში რაღაცები შემეშალოს, იმიტომ რომ არ აუშვოს ეს რაღაც სრული ვლოგი არა, ასე რომ ვთქვა. ჩვენ კი გვაქვს მოიწია ოპერატორო აქეთ. მოდი აქ აცოტა. და არც იქნენი მიიღონ, არც აქანა გავჩერდი, საიძებიდე, რა ვიცი. ხედე აგერა. ხედავ ამას? ეს არის Z-ის მოყვარული. ჩვენი ჯიგარი 2-დან 0 FSI ხო თუ BSI-ა? არ მახსოვს ზუსტად კონტექსტი რომელიცაა, ტურბინის გარეშე 2-დან 0 ჩვეულებრივი ძალიან მარტივი ძრავი. თავისი პრობლემებით, თავისი კარგი რაღაცეებით, სადღაც 10 ლიტრას ზეწუვი ბენზინს წვავს, Z-თან ერთად, რა თქმა უნდა, 2 ტაქტიანია პრინციპში, ანუ ბენზინში შეგიძლიათ პირდაპირ Z-ი ჩაუშვათ. RS4, რა თქმა უნდა, ყველაზე ლეგენდალური ავტომობილი, თავისი quattro სისტემით, რომელიც რა ვიცი, აი ალბათ არავის არ მოაწყენს, რავი. ძალიან პრობლემატურია ეს, რადგანაც ალუმინის ხადაოია მთლიანად და ფულეც სულ სარიელი გექნება, ყოველთვის დახარჯული იქნები, მაგრამ აუცილებლად როცა დაждები გდაქოქავ და ამ ხმას გაიგონებ, რომ 4.2 8 ძრავი მაგ და რაღაცა, ყველაფერი და გავიცდება. ძალიან ხშირია ამ ავტომობილებში 2-დან 0 ძრავით, ჩვეულებრივი ტურბინის გარეშე, ვარიატორით, რომელიც სხვათა შორის გამძლე არის, თუ არიარე როგორც, რა ვიცი, აი მამიკოს მრბოლელი და რაღაცა ეგეთ თემებში. Audi ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ვიზუალით, Mercedes-ისგან და BMW-ისგან, ყოველთვის იყო რაღაცნაირი უფრო ელეგანტური, უფრო ესეთი, თან ვიზუალურად ერთმანეთს ძალიან გავს ეს ძველი მოდელები, ახალ მოდელებს. ეხლა თუ დავაკვირდებით A4-ის და ახალი A4-ის მოდელებს, რავი, ერთმანეთისგან ძალიან დიდი განსხვავებები არ აქვთ. რაც ზუსტად BMW-ის მოდელებში არის, რავი, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომელიც მეხუთე სერია E34 და რო გადავიდეთ ES60-ზე სრულიად სხვა ავტომობილები არის. მოდი ახლა გადავინაცვლოთ იმ ადგილას, სადაც 2004 წელს ალბათ ყველა ოცნებობდა, რომ უმხვედრილი შიგნით როდესაც ხვდებით, რა ვიცი, ასეთ გამორჩეული არაფერი არ ხვდება, რომ რაღაც როგორც ახალ ავტომობილებში არის, მაგალითად, ყველგან ეკრანები და მანქანაში კი არა რაღაცა სახში გეგონება თავი. ჩვეულებრივი სალონი, რაღაც ღილაკები, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ასეთი სცენა, ეს არის Mercedes-ის პატრონებისთვის, ეს არის ჭიქის ჩასადობი, რომელიც ავტომობილს არა აქვს 124-ს და იმას. What do you mean my cup holders are bad? ეს კიდევ აქ რაღაცა ბარათების ჩადობა შეგიძლიათ ისე. ESP-ს გათიშვა, რა თქმა უნდა, quattro სისტემა, როცა გვაქვს თოვში ტრიფტი და რაღაცეები გვევას. ესენი ისე ჭედავს ხოლმე. როგორც ხედავ, ჩვენი მაღალი კომპლექტაცია არის, ძალიან დიდი ის აქვს, რა ქვია, ჩასადები, როგორც ხედავ, ის რა ქვია, ეს quattro სისტემა როცა გაქვს, ხოლმე ეპარება რა, იმებს, რა ქვია, გვერდზე რო გიზიან. შეხედავთ, აქ Rolls-Royce-ის ის გვაქვს, რა ქვია, სახურავი. ამაში ეს ზაკაზი არის სპეციალური, რომელიც $1000 მეტი დაждდა ეს ავტომობილი, ამას გამო არც ერთი შუქი არ გვიმუშავებს, იმიტომ რომ რომანტიულობა არის, რა გვინდა შუქი ავტომობილში, როდესაც ის რა ქვია, ვარსკვლავებიანი ცაბი გასწავლეთ. სხვათა შორის სიარულის რო ძალიან კომფორტებლის არის, იმიტომ რომ რავი, ჩვეულებრივი რამდენიც Volkswagen-ს გავს, WAG ჯგუფი პრინციპში სიარულში ყოველთვის ერთნაირი არის უმეტესწილად. როარბილია, ისე კარები გაქვს ხიაში.
ყველანაირი ფუნქციები გვიწერს ყველაფერს, რა უჩნოი რაღაცა ისინი, ამიტომ მაგ ხრივ აუდის ძალიან შენ არა იმას კონდია, ოპერატორს აქვს. სარკეები ძალიან დიდი არის, ამიტომ რავი, ანუ პირველი ავტომობილისთვის რო ვთქვათ, ძალიან კომფორტული იქნება სატარებლად, любой ადამიანი დაждდება თუ არა, ეგრევე გაიგებს, რამხელა არის, არ ძალიან დიდი, არ ძალიან პატარა არის და სიარულში მოგეწონებაც. გაზეთაც რომ მიცემ, ანუ რა არის იცი, გააჩნიათ ავტომობილი თვითონ როგორ მდგომარეობაშია და როგორ შენახული არის, იმიტომ რომ უმეტესწილად როდესაც დაღლილ მდგომარეობაში რო გადმოგეცემათ ავტომობილი, რომელიც უკვე 22 წლის არის, რა თქმა უნდა, არ მოგეწონებათ სიარულში. თუ ცოტათი ცოცხალ ვარიანტს ნახავთ, რავი, რატომ არ უყვართ იმაში საქართველოში აუდის და ვიცი, რატომაც არ უყვართ, იმიტომ რომ არის ძალიან ძვირიანი შესანახი ავტომობილი, რადგან ალუმინისის აქვს ყველაფერი, მაგრამ თუ შეინახავთ ამ ავტომობილს, ძალიან გასიამოვნებთ, რავი. ჯეტას 100 თავი ჯობია, რა თქმა უნდა, არა და ერთ მასში შედის კლასში. პატრონმა ვისრა გადააჯვით მანქანიდანო. კიდე იგასიმე რა. ასე რომ რავი, რას გეტყვით. $2500 რო გაქვთ, იყიდეთ C-კლას. არ გინდათ აუდის ყიდა. მიმოხილვა დასრულდა, მაგრამ აი რა მოხდა შემდეგ. Normal day in WAG ჯგუფი არა? როდესაც აუდი ყავს რა? აი, როგორც ხედავთ, აუდუღდით, წყალი არ გვაქვს. წყალი არ გვაქვს. დროზე აუდუღდით. რა გასმიები კარგად თუ ხარ? რა გასმის გასხმის არ გავჩი. როგორ დააკომენტარებთ ამ ყველაფერს? რა ვიცი არ მომეგიდეთ რა. რაი, აი, მოდი ცოტა ხანში გაგცემ პასუხს ეხლა. როგორც აუდის მე პატრონად თქვენ რა სიტყვით? აუდის დედაში რო ეცი. აი, ჩვენ აუდის რეკლამას ვაკეთებთ, იყიდეთ აუცილებლად ეს ავტომობილი ძალიან მალე იქნება My Auto-ზე, სულ რაღაც $2500. $10 იხდი და ყავს ვარ და ეს მოდელი. კადრები იქნება უკვე მაღაზიიდან, ხო? ერთ ვიტყვი რა, ჩვენ ვიყოთ კარგად და ერთი აუდის დედაში ასევე ჩვენ გვაფინანსებს სნოს წყალი, აუდისთვის ძალიან მაგარი. ყველა ვიცია ისეთი მანქანას დედა აქ მოწყობილი. არა, ახსნა. არ გაგვარ Facebook-ო და არ გაგვარ TikTok-ო. მიდი, იმენა ახლოს მიდი ვაფშე. ემას, კაი. მანქანას დედა ეტყნის და გავიგეთ. ჯაბსო. Hello. როგორ დააკომენტარებთ ამ ყველაფერს? Ali მინდა წავედით, ჩვენ წავედით. აგარი გადაქვს. Oh my god, tebay. ვეყლესუნი. რა არის იცი, როცა ცხელია მანქანა? შეიძლება და არის მოაცხოს. ჩიგნით წყალი არის თუ არა, არ გახსნათ. შეიძლება მოაცხოს. იმიტომ რომ სადღაც დამწრობის მეოთხე იმას მიიღებთ. დაგენძრეო გავარჩი რა. და სამართლობაში გადაიყვანა ძალიან კვეთით ტკივილებთ. ძალიან ყატივი. თქვენ თუ არ იცოდეთ, ეს არის ნამდვილი ანტიფრიზი. რა მოხდა? ჩაისუნთქეთ სადა. ეხა ყველაფერს გაგცემ პასუხს, ოღონდ ის რა ქვია, ტვინი უნდა გავიხსნა. შელოკი ხარ მე. აპრიკო დაჟეშ. ბეძანას დაურეკე ევაკუატორი გჭირდება სასტრაფოდ. რა არის გახ? ამალაპარაკი мама. კეთილი? აქედან იმაში. ყოლა? მანქანაში არაფერი არ გაქვს ვაფშე? რა, შეთეთრული? არა, რამე კლუჩი, რაღაც. შენ ასიღებ. მე გადამიღე.
ეს სასწაული ხდება, სასწაული აუდი გაფუშტ. მაგრამ პრინციპში გერმანული აი პიზდეცში ვარ. უდიდეს პიზდეც. ეს შეცდომა არასდროს არ გააკეთოთ. აუდის მე პატრონე თუ ხართ, იქონიეთ, რა ვიცი, დომინო უნდა გქონდეთ მანქანაში საერთოდ. აი ყველანაირი რაც არსებობს, ტულსენის რაღაცა სახრახსნისები და ყველაფერი. ვაფშე გააპარა. გააპარა იქედან ასყო მეგონი შენი ხელა ის აქ დირკა აქ შეჭება შეგნიდა. ჩიპიდელი. არიცი? შორს ვართ? დამხმარე ჩიპიდელი მიდის. ნაწილების თუ რაღაცების. აძა, ბებერი კვიცი. სიტყვი რა. აი მე კომენტარები აი სიტყვები არ აი სიტყვები აღარ ყოფნის ამის დედას წევრი. ორჯერ ჩააჭირა, აი ზუსტად ორჯერ ჩააჭირა. და დედა მოეთქა. თან რა ქნა იცი? აი ესში უნდა გადავართო, აი ესაო სპორტული რეჟიმი აქო რა, მანქანასო რა. გადართო თუ არა მეორე ჩაჭერაზე დავიცვით კიდე. გახდება ბოი. რა მე მოვა დავით არ გინდა დავით რა. როშეც თქორაფი აღარ მოვა. წყალი ჩავამოთო დავით წყალი. ხო რას ბოლავს. ყანებენი 20 საუკუნის აუდებს და მე ბლატაობენ აცხა მანქანა ფავსოვის მანქანა ყავს ემო. ო რასა. ბიჭო რა გქონდა იცი? რაღაცას რომ დააბრეხოს და მამამისსაც რომ ეცინებო იმენა. და ეს ვიდეოც თავის დასასრულს მევახლო და თუ მოგეწონა, გამოიწერე არხი და დაალაიქე. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენდა. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავიდა. სულ კარგად იყავით.